დღეს გაჩვენებთ როგორ გამოვიყენოთ დრელი სწორად. თუ ძმა ხარ რა, ვინ არის დრელის გამოყენება? არ შევიდა? კი, დრელი საკმაოდ მარტივად გამოიყურება, თუმცა რამდენიმე პრინციპის ცოდნა აუცილებელია იმისთვის, რომ გამოვიყენოთ ის სწორად და პროდუქტიულად. და ამ პრინციპებს გავივლი ამ ვიდეოში. ასევე ვიდეოს ბოლოს გაგიზიარებთ იმას, თუ საიდან აქვს თითქმის ყველა დრელს ერთი და იგივე ფორმა, ასე რომ დარჩით ბოლომდე. მარტივით დავიწყოთ, ეს ფუნქცია აქვს ყველა დრელს და აუცილებელიც არის, რომ გქონდეს ეს არის მიმართულების გადამცვლელი. დრელი ტრიალებს საათის მიმართულებით თუ მის საწინააღმდეგოდ და ძირითადად გვხვდება ეს რილაკი აი ამ პოზიციაზე. ამაზე მეტი სათქმელი ბევრი არაფერი არ არის. უფრო საინტერესო კონტროლები არის უკვე აი აქ ჩემი დრელის შემთხვევაში გვაქვს სამი სხვადასხვა რეჟიმი. ერთი არის გახვრეტის რეჟიმი, ერთი არის ხრახნის შეყვანის რეჟიმი და ბეტონის გახვრეტის რეჟიმი. და რა განსხვავებაა მაგათ შორის? გახვრეტის რეჟიმს აქვს მაღალი სიჩქარე და დაბალი ძალა. ხრახნის რეჟიმი არის შედარებით დაბალი სიჩქარის, თუმცა მაღალი ძალის. ხოლო სატეხი ფუნქცია დრელს უმატებს ჩაქუჩის მექანიზმი, რის შედეგადაც აი ეს დრელის პირი წინ და უკან ძალიან სწრაფად მოძრაობს, რაც ტეხავს ბეტონს და გიადვილად ბეტონში გახვრეტას. ასე რომ თუ ბეტონი გაქვთ დასახვრეთი, ან კერი გაქვთ დასამაგრებელი, ნახეთ თუ აქვს თქვენს დრელს აი ეს ფუნქცია, თუ ახალია სადმე ჩაქუჩი, გადაართეთ მაგ რეჟიმზე და მაგით გამოიყენეთ. თითქმის ყველა დრელს ასევე აქვს სიჩქარის შეცვლის ფუნქცია. ძირითადად ხდება ორი დონის სიჩქარე. თუ რკინას უხრეთ, მას უფრო ნაკლები სიჩქარე მოწონს, რადგან ნაკლებად ცხელდება რკინა. ხეს რაც შეეხება, ხეზე შეგვიძლია უფრო მაღალი სიჩქარე გამოვიყენოთ. ერთი ფუნქცია, რომელიც ხშირად უგულებელყოფილია და ძალიან ბევრ დრელს აქვს, არის აი ეს. აქ გვაქვს რიცხვები, რომელიც განსაზღვრავს რა წინააღმდეგობა უნდა შეხვდეს დრელს, რომ ის გაჩერდეს. თუ ამ მაჩვენებელს დავაყენებთ ყველაზე დაბალ რეჟიმზე, ჩვენი დრელი გაჩერდება იქამდე, სანამ ჩვეულებრივი ხრახნის შევა ხეში. აღარ გააგრძელებთ მოჭერას, იმიტომ რომ ჩვენ დაუწესეთ ეგ ზღვარი, რომ ის იქეთ აღარ დაატანოთ ძალა. და თუ დავაყენებთ ყველაზე მაღალ რიცხვზე, ხრახნის მოჭერისას შეიძლება ხრახნი გავიდეს ხეში და ბოლომდე გაიტანოს დრელმა ის უკან და გახლიჩოს ხე და ასე შემდეგ. გადავიდეთ დრელის პირებზე. მარცხენა მხარეს გვაქვს ხრახნის მოსაჭერი პირები, ჩვეულებრივი, რომელიც ძირითადად იყოფა სამ ზომად და მნიშვნელოვანია იმის სათვალისწინება, რომ გქონდეს სწორი ზომა, რომელიც მოერგება ჩვენს ხრახნს. თუ ძალიან დიდია, მაშინ უბრალოდ არ შევა თავში. შემდეგ გვაქვს ტიტანით დაფარული დრელის პირი, რომელიც უნივერსალურია, რეალურად გამოიყენება ხეზეც, რკინაზეც, პლასმასზეც და ასე შემდეგ. შემდეგი დრელის პირი აკეთებს ჩაღრმავებებს ხეში, სიტყვაზე როცა ხრახნს შეუშვებთ ხეში, ის ზემოთ არ დარჩეს ზედაპირის და ჩავიდეს ბოლომდე. ამ ორი დრელის პირის გაერთიანება არის შემდეგი პირი, რომელიც სიდიაში ორივეს ფუნქციას ასრულებს. ჯერ ხრიტავ და შემდეგ აი დამატებითი თავი რაც აქვს, ეგ აკეთებს აი იმ გაფართოებას. შემდეგ როცა ხრახნს შეიყვანთ ხეში, უკვე ბოლომდე დაეფარება და არ დარჩება ზედაპირის გარეთ. ფერებითაც განსხვავდებიან დრელის პირები, ეს ოქროსფერი, რომლებიც არის ტიტანით დაფარული და გამოიყენება ხეზეც და რკინაზეც და ბევრ სხვადასხვა მასალაზე. აი ეს რომელიც არის ვერცხლისფერი, ჭრა, ცოტა უფრო სუფთა აქვს თავისი ფორმიდან გამომდინარე. მაგის შემდეგ გვაქვს უკვე ბეტონის სამტვრევი დრელის პირი, რომელიც არ გამოიყენება არც ხეზე, არც რკინაზე, ეს გამოიყენება მხოლოდ ცემენტი, ბეტონი და მსგავსი მასალების სამტვრევად, იმიტომ რომ მისი პირი არის სპეციალურად მაგისთვის შექმნილი და მუშაობს ჩაქუჩის რეჟიმთან ერთად. და აქ აქვს ასევე დიდი ნახვეტის გასაკეთებელი სხვა ტიპის პირები, ხდება ესეთებიც და ხდება ესეთი ფორმისაც, რომელიც ხშირად გამოიყენება კარის მექანიზმების დასაყენებლად, რომელიც ყველას გინახავთ სამზარეულოებში და სხვადასხვა ავეჯებში. და ბოლოს გვაქვს ასევე ფართო ხვრელის გასაკეთებელი დრელის პირი, რომელსაც აქვს იმის მაგივრად, რომ ერთიანად გახვიტოს მთელი ის დიამეტრი, რაც საჭიროა, ჩვენ გვაქვს სხვადასხვა ეტაპები და შეგვიძლია ნელ-ნელა მოუმატოთ სიგანეს, რაც გვაძლევს ბევრად უფრო სუფთა ნახვრეთს. ეს ასევე გამოიყენება რკინაზეც და ხეზეც. და საკმაოდ გამოსადეგი დრელის პირია ჩემი აზრით. ხშირი პრობლემა ასევე ის არის, რომ ნახვრეთი, რომელსაც ვაკეთებ, არ არის სუფთა. ანუ ეხლა რა ვქენინე, დადებული მქონდა, დავაჭირე ხელი დრელს და ეგრევე დავაწტექი მთელი ძალით დაბლა და როგორც ხედავთ, ბევრი ხის პატარა ნაწილაკი ამოვარდა ამ ნახვრეთიდან და ძალიან ულამაზო არის. ნელა დავიწყოთ და ვაცადოთ დრელს გააკეთოს თავის საქმე. ეს პირველად უკეთესი ნახვრეთი გამოგვივიდა. ამაზე უფრო სუფთა თუ გვინდა, უნდა გამოვიყენოთ მეორე დრელის პირი, რომელიც გაჩვენეთ. ვაცადოთ დრელს, რომ დატრიალდეს ბოლომდე და შემდეგ გავუშვა წინ, ანუ არ ვაწვევით ძლიერად ხელით. ვაცდით იმას, რომ დრელის პირმა გაჭრას ხე.
და როგორც ხედავთ, აი ეს ფაქტურად იდეალური ნახვეტი გამოვიდა, არანაირი ამოგლეჯილი ნაწილაკები არ აქვს. თუ მხოლოდ ერთ რაღაცას დაიმახსოვრებთ ამ ვიდეოდან, დაიმახსოვრეთ ეს, რომ როცა ხრახნის შეყვანა გჭირდება ხეში, ყოველთვის ვეცადოთ, რომ ჯერ გავხრույტოთ ხე და შემდეგ შევიყვანოთ ხრახნი. ეს ეხმარება იმას, რომ მარტივად შევიყვანოთ ნახრეთში ხრახნი, ასე რომ ხე არ გაიპოს შუაზე ძალის დატანებით. ბევრად უკეთესი ხარისხის მა გამოდის. როგორც ვთქვით, დრელის პირებს. ორი მთავარი მექანიზმი არსებობს. დრელს შიგნით აქვს 3 კბილი, რომელიც იხსნება და იკეტება ამ რგოლის გადატრიალებით. საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ეშვება. აი როგორც ხედავთ, შუაში არის 3 კბილი, ან იხურება, ან იხსნება. როცა ეს მოშვებულია, შეგიძლიათ გაიმარტივოთ საქმე, ეს დაიჭიროთ, დააფიქსიროთ ხელით და დრელი ჩართოთ. ის თავისით დაკეტავს ან გააღებს. თუ გადაატრიალოთ მეორე მხარეს, მაშინ ის გახსნის ამ კბილებს და არ მოგიწევთ ხელით ესე ტრიალები. მეორე ტიპის არის ძირითადად სადენიანი დრელის ჩასადებები, რომელსაც მოყვება თავისი პატარა გასაღები, რითაც იხსნება. შიგნით მასაც იგივე 3 კბილი აქვს. უბრალოდ ვიყენებთ აი ამ პატარა დამატებით მოწყობილობას, რომლითაც ხსნით ან კეტავთ ამ კბილებს. ზუსტად იგივე პრინციპია, უბრალოდ ვიყენებთ აი ამ დამატებით ხელსაწყოს, რომ გავხსნათ ეს კბილები, ჩავდოთ ჩვენი დრელის პირი, რაც გვჭირდება და შემდეგ დავკეტოთ და კარგად მოუჭიროთ. აი ეს. ახლა კი შეპირებული ისტორიის მონაკვეთი, თუ ვიცით რა საერთო აქვს აი ამ პისტოლეტებს და დრელს ერთმანეთთან. სანამ გამოიგონებდნენ პორტატულ დრელებს, არსებობდა მხოლოდ ქარხნული უზარმაზარი მანქანები, რომლებიც ამ სამუშაოს ასრულებდნენ. მე-19 საუკუნის ბოლოსკენ კი გამოიგონეს პირველი პორტატული დრელი, რომელიც იყო საკმაოდ მოუხერხებელი, დასაჭერად მოითხოვდა ორივე ხელს და ვერ პოვა საკმარისი, ასე ვთქვათ, აღიარება. თუმცა სულ რაღაც 20 წლის შემდეგ, როცა განვითარდა პისტოლეტების ინდუსტრია, უფრო დაიხვეწა კონდახი, ჩახმახი და ეს ერგონომიულობა პისტოლეტების, ეს დიზაინი გახდა ინსპირაცია Black & Deckeris რევოლუციური პორტატული დრელის დიზაინის შექმნაში, რომელიც გაყიდვაში გამოვიდა 109 წლის წინ 1917 წელს და მას მერე ჰპოვა აღიარება არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მსოფლიოში. დიზაინი დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო დაიხვეწა ერგონომიულობა, შემოვიდა ახალი მასალები, როგორიც არის პლასმასი, თუმცა ის საწყისი პრინციპები, როგორიც არის ეს ჩახმახის დიზაინი, დღემდე გამოიყენება დრელებში და ის დიზაინი, რომელიც შეიქმნა 100 წელზე მეტია, დღემდე უძლებს დროს და სავარაუდოდ კიდევ უფრო დიდ ხანს გაუძლებს. მეგობრებო, თუ მაგიდის ხერხის გამოყენებაც გაინტერესებს, მაგაზეც მაქვს ვიდეო, შეგიძლიათ აი ეკრანის კუთხეში ნახოთ. ამ ეტაპზე მორჩით და ლაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი თუ გაინტერესებთ ეს კონტენტი და შევხვდებით მომდევნო ვიდეოში.